მოგესალმებით მეგობრებო. არის 8 საათი. გუშინ მომიწია გვიან დაძინება, იმიტომ რომ მონოღოლში მქონდა რაღაცა დასაკრავი ერთ-ერთ ივენტზე. ხო და ამიტომაც ვარ ესეთი გამოუძინებელი ვით, მაგრამ ეხა ავდგებით, მოწესრიგდებით, შევჭამთ და დავიჯერებით დარბაზისკენ. დღეს გვაქვს ხელები, იდეაში ზედაქვედა ტანს ვაკეთებთ, მაგრამ რატომღაც დღეს მინდა რომ გავაკეთო ხელები და ვნახოთ როგორ წაიღებს. აი ასე გამოიყურება ჩვენი საუზმე. აღარი 60 გრამი შვრია, კვერცხი 4, კივი და სალათის ფურცელი. შესვენელებად რაღაცეები დამეზან, იმიტომ რომ ცოტა მეჩქარება. ასე რომ რაც არის ეგ არის. მოგესალმებით მეგობრებო. ვლოგის მეორე ნაწილიდან ოღონდ ცოტა ოფიციალურად, იმიტომ რომ პირველ კადრში ახალგაზრდებული ვარ და გაბუჟებული ვარ. მოკლედ გუშინ დღელზე და მოგიყვეთ ხა რა. საკმაოდ უცნაურ გარემოებაში აღმოჩნდი და რატო? მოკლედ სანდრო მენამდე ვინც იცით TikTok-ს ვიცადენო თვალს. აი Snake Sarkis კარაქებს რომ იმაშვება ხოლმე. ტონობით რო რაღაც არეკლამებს თუ რაღაც რა და მოკლედ სანდრო მენამდე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. გაიზარდა ამ უბანში პეტრიაშვილზე. ჩემი სახლის წინ დგას კორპუსი და მან რა და მოკლედ სანდროს ყავს ბენდი. მუსიკალური ბენდი და მოკლედ რაღაცა კოლაბორაციაში არიან Mamaflex-თან. ხო და რეალურად აქამდე რო არ მოგატყუოდა გულწრფელი ვიყო, არც ვიცოდი საერთოდ Mamaflex-ი ვინ იყო. რაღაცა ხდებოდა ხოლმე მასკიანი ტიპი-ესი, მაგრამ არც მიმქცევია ყურადღება რო არ დაგიმალოთ და მოკლედ ერთ დღესაც სანდრო მეუბნება რომ ჭირდება მე ვიოლინე, იმიტომ რომ ვიღაცამ არ დაუკრა იქ, ვისაც უნდა დაეკრა და მოკლედ ვართ ესეთ სიტუაციაში და სანდროს რა თქმა უნდა გავითვალისწინე სანდროს თხოვნა და აღმოჩნდი აი ამ სიტუაციაში. ora ესეც პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებაა. კარგი, ხა მე შევჭა. ერთ სერიას ვუყურებ Jujutsu Kaisen-ს ვარევაჩებ, იმიტომ რომ როცა გამოვიდა მაშინ ვნახე და რო არ მოგატყუოთ, ცოტა გულდასმით არ მიყურებია და ეხა ბოლო სეზონს რო შევხედე რაღაცეები ვერ დავაკავშირე და მინდა რომ თავიდან ვუყურო. ვუყუროთ სერიას, გავემზადოთ და დღეს ვაკეთებთ ხელებს მოკლედ რა. ზედაქვედა ტანს კი ვარჯიშობთ ხოლმე რა. რადგანაც ვიდეოსთვის მომიდა რომ დღეს ხელები გავიკეთებინე, იმიტომ რომ არ ვიცი რეალურად რატომ, მაგრამ აი ეს პერიოდი ხა რაც ვარჯიშობ, ყველაზე დიდ პროგრესში მაქვს ხელები. ასე რომ მოდი კარგად ჩავფამფოთ, მე გავზომოთ კიდევაც რა იქნება ფამფზე და ეგ არის რა, გავეშვით. და დაწევლილი ენერგია გზავად ანათებს. შავიელვა. შავიელვა. მაგარი გახმოვნება. რა? ის გაიზარდა. ესეც ორი კვება. ზოგადად ვარ ბუნებით ძალიან პერფექციონალისტი და მომწონს ესეთი პატარა წესრიგობები. უბრალოდ ხანდახან ცხოვრება არ უგვაძლევს ამის საშუალებას, რომ ესეთი რაღაცეებით ვისი ამონოთ, მაგრამ ეგ არაფერი. ამინდი არის საერთოდ კარგი. აი ჯეთ დამასპონსორეთ, საჩქარი. საერთო ფორმაში ვარ. ეს ინსტრუმენტი გუშინ პედაგოგს გამოვარდი და დღესვე დაუბრუნო და აი ესე ეხლა უნდა ჩავიდე ვარაზის ხელზე და იმედი არ დავიმტრო. მოედით. 11 წუთში მოვედი. რეკორდი მაქვს 8 წუთი. პეტრიაშვილიდან საბურთალომდე. ბატონო ბასკეთ. ძალიან კეფაზე არ დაიდოთ. წავიდა. ფეხები წინ.
და უდნავ განზე. ეს ტორსი სწორად ჩავიდა. Stop. ჩასვლის მომენტში ეცადე რომ უდნავ საჯდომი უკან გავიდეს. 2 დაწვევი კვადრებით. 3 დავაცნო შენი თავის საზოგადოებას. ბასკეტზე თურით. ბასკეტას ვეძახით, იმიტომ რომ დადიოდა კალათბურთს. და შემორჩა ბასკეტა, რაგბიზეც ბასკეტა იყო. და ჩვენთვის ყველასთვის არის ბასკეტი. შენ ახს რა ქვია? გნართე სამაწერია მე. მე ბასკეტას დაგაწერდი. მოკლედ მეგობრებო, ბასკეტა ჩემთან ვარჯიშობს უკვე მე რამდენი კვირა, მეხუთე? სადღაც 5 კვირა არის. და ამ პერიოდში გავიძრეთ დაახლოებით რამდენი კილო? 8-ზე მეტი. 8-ზე მეტი, 8 პლუს. 8 იყო, 8 ვიწონო 2 კვირის წინ. დაახლოებით 1 კვირანახევრის წინ. თავს გზნობს ახალგაზრდულად, ბედნიერად, კოხტად, ჯანმრთელად და მიზანი გვაქვს, რომ გავზარდოთ მაქსიმალურად ფუნქციონალიზაცია. წონა დავაგდოთ ზედმეტი რაც გვაქვს, 100 მინუსი გვინდა ყველა ვარიანტში. მაქამდე თუ ჩავედი. და რა თქმა უნდა, ჩემ ყველა მოსწავლეს ბასკეტაც არა გამონაკლისი ვამზადებს სცენისთვის, ოღონდ ჯერ არ იცი. და ვავარჯიშებ. ხოლმე აგზეთაო. 6 ტრაპეციით არა, კვადრებით ამოდი. ეს. 7 3-იც და გადავალ სამუშაო მისვლებს. 2 1 და ბასკეტ გახსოვს პირველი ფეხის დღეზე რა მოგივიდეთ? თავბრუდა მე ხარ სულად გავხდი. და სულ თქო მიჭირდა ცოტა. დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თავი მოგოჩვენ რომ კარგად ხარო. დავიდა. იპ 2 კვადრებით, დავიდა. კვადრებით მიაწექი. 2 თოსო, 2 დაგეშვი. კვადრებით. 1-იც. ნელა დაეშვი, ბოლო მისვლა. ნელა. დავიდა. მიაწექი. ეს და. იპ. დაატრიულა. დაატრუალა. ეგ არა. ფეხის დღეზე არის ძალიან ნორმალურია. გამოჩნდა გინდა? დღეს მე და გიო გავაკეთებთ ხელებს. ბიტონ. კარგი, მომწონს. ბასკეტას ფიქრები. არ მინდა შაურმას ვაფიცესე ჩემთან. ხო, მე გავაგზავნე. ცოტა უფრო კარგი. ბოლომდე არ გაასწორო ხმი. მარტივია. ძალიან საეჭვო ეს ადამიანი. ყველას გვაეჭვებს. ბაშია ჩუკი კი არა, ტირანი არის ეს ადამიანი. მაწამებს. არ მომწონს ეს ყოველი. საეჭვო წვივებია მეგობრებო. არ იჩხარ. მოკლედ დღეს გვაქვს ძალიან საგიჟეთი რა. ბასკეტა ვავარჯიშეთ. კიდევ ერთი გოგონა ვავარჯიშეთ. წავედი ახლა ინსტრუმენტი დავუტოვე პედაგოგს. სკროლით რა თქმა უნდა, ჯეტ დამასპონსორი. მოვედი ახლა შევჭამ. ხალხი რო შემოდის ხოლმე მწვენია ლაპარაკის და ჩემას იჩუმე არ გაგაკვიროთ ხოლმე ეპიზოდურად. შევჭამთ ახლა და სადღაც მიწოს რომ 9 საათში დავიწყო ვარჯიში, იმიტომ რომ 5-ზე მე ესე მოსწავლე მომდის, მე 6-ზე და მე 7-ზე და ცოტა გაწამაწია გვაქვს რა და ზოგადად ცოტა რთულია რა ეხა შტატივი, კამერა, მიკროფონები. ან მუშაობის პარალელურად ეხა დადგმა, გადმოდგმა რაღაცა თან ისე რომ
თვითონ მოსწავლეს ყურადღება არ მოვაკლო და ნელა შევეჩვევი ამასაც. ფილე არის ძალიან გემრიელი რა, ცივიც კი. ვინმეს მართლა გულწრფელად თუ დაგაინტერესებდა ხართ ჩემს დღეში რომ ფილე და ბრინჯი თქვენი განუყოფელი მეგობრები არიან, მომწერეთ ან კომენტარებში დამიწერეთ და ყველას მოგაწვდით სრულ ინფორმაციას რეცეპტზე. ესე ფართო საზოგადოებაში არ ვაჩინო, მაგრამ თუ დაინტერესება დიდი იქნება, მოკლედ დიდი სიამოვნებაა. დავასრულებ ახლა ჭამას და ცოტა დავიშვენებ. მე ანდერდოგის ელკარნიტინს ამინოს ჩაუშვებთ, ჩავიტენებთ და ნახოთ ხელები რას იზავს. შალზე გავიზომო და მე ფამზე ვნახოთ რა იქნება. დავაი. ხოდი არის 100%. იმიტომ რომ პროგრესს რო ხედავ ყოველდღიურად. მე როგორ ძალიან რთულია გაჩერება რა. აი თუ დაპაუზ და მანდ მე უჭირთ ხოლმე რა იჭედები რა. ასე რომ სულ ფოკუსირებული იყავით რომ სულ პროგრესი. რაღაცაში მაინც. აი, ამას დავუმთავრებ და შევარდოთ მე სავარჯიშოდ. გიოძია ცოტას აგვიანებს ასე რომ ჩვენ ნელა-ნელა დავიწყოთ და შემოგვიერთდება. მოკლედ, ანდერდოგზე შეხსენების მიზნით გეტყვით რომ ანდერდოგის უშუალო წარმოება რაც არის, ანდერდოგი თანამშრომლობს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ქარხანასთან, სადაც სხვადასხვა მაღალხარისხიანი ბრენდები თანამშრომლობენ და რეალურად მაღალი ხარისხის გასვაფარებ. მაღალი ხარისხის ნედლეულიდან შემდეგ მზადდება უკვე ანდერდოგის დანამატები. გემოს ტესტირებას გადის საქართველოში, დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ უკვე ჩამოდის და საკმაოდ მუშა დანამატები არის. ზოგადად არავინ არ შეგიქმნათ წარმოდგენა რომ რაღაცა დანამატს დალევთ და რაღაც ფრთებს გაშლით, მაგრამ თუ ხართ რეჟიმში, კვება დაცულია, ძილი დაცულია, ვარჯიშის სისტემა დაცულია, შესაბამისად ვაძლევთ დანამატსაც საშუალებას რომ თავისი მაქსიმუმი შედეგი მოგცეს. ყველა დანამატს ყოველთვის აქვს პატარაზე წარწერა რომ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ვართ რეჟიმში. ოღონდ ძალიან პატარაზე აწერენ, თორემ მარკეტინგულად არ აწყობთ. ამის თავსახური ისევ დაკარგული მაქვს, ასე რომ ყლუბით მან გავზომო. ჟავია. დავიშვით. ბატონი გიორგი მოვიდა, საქმეში ვართ. ჩვენ ახლა გავზომოთ ბიცეპსები და მე მგონი უნდა დავიწყოთ. კი ბატონო. მოგყვები შენ. შენი სისტემა თუმცა ძალიან არ მაწავ. ხელები? და აი დელტები როგორ იცი, რომ ჩავფამფოთ რა, ესე შო. ვიდეოში რომ ცოტა ეფექტურები იყოს. კაი, ბიცეპსები გავიზომოთ. და 3 ნახევარ. მარცხენას არ ვიზო. მოწამე შემიშვით ნარცისებო. ვაიმე, მე ვაბატეთ ბოდიში. 2 წამი ჩამოვკიდებ და ეგ არის. პიკია ვიღოთ. 44. შო, ეხლა არ გვაქვს გადაღებას. შო, წავედით, დავეშვით. გადავიდეთ ხელებზე ესე. დიახ. ხელების კეთება დავიწყოთ ტრიცეპსის დროპსეტით. მივაყოლოთ ტრიცეპსის და ბიცეპსის სუპერსეტი და დავასრულოთ ბიცეპსის დროპსეტით. ძმა, მე სხვანაირი აღდგენა მაქვს, მე არა ვარ ეგრე. უნდა გაგაცხოველო. თქვენ რო გინდათ, ეგრე მე არა. უნდა გაგაცხოველო, გიგო. არა. გიო. ბოლო სამუშაო მისვლა. ტრიცეპსის დროპსეტის დასასრული. დავიდა 2 3 4 5 წავიდა.
წავიდა. შენ მე დამღუპე გიგო. წავიდა. გაიჩა. Game over. კიო, მეგონი საერთო სიტუაციაა. რასიტო? შევედით. ბომბოკლად. წავიდა. ბოლო. წავიდა. წავიდა. მიდი. ბოლო. ორი. ერთი. ორი. კიო არ მომწონს ეს ყველაფერი. შევცვალოთ ჭიდი. კიდევ ვაკეთე? ხო, რა თქმა უნდა. მეგონი საკმარისი. გუგა. უსუს. მიდი. დავას. მიდი. შეკუმ შემოვა. აი. კიდე. 20. მიდი. დავას. მიდი. დავას. ნელა დაუშვი. აი. კიდე. დავას. ერთი. კიდე. მიდი. გუგა. მე ამაზე ხელი არ მომიწერია. არა. მოგაწერი. Давай. Давай. Այդանը կոլոմդի դա ամույտանը մեծ։ Давай. Միდი։ Իդե։ Մոզրավ։ Давай. Եկա։ Давай. Միდი։
ნელა. დავაი, აი. დავაი. Nice. ერთი ორმაგის გამიკეთე კიდე. ოპა, კარგი. Ერთის. გიო. ცოტა მოძრაობაში გაგვივიდა ფამფისავით, მაგრამ მაინც ვართ ასე თუ ის. მოდი გავზომოთ მეც აქედან. შე? დავაი. პიკი ავიღოთ კარგად. 46 ნახევარ. ანუ ფამფ გასულზე ცოტა, ანუ მინიმუმ 47 უნდა იყოს, კი. ანუ ესეც ვნახოთ ჩემი. შენ დახმარება არ გჭირდება, ხო? ამას 48-ა? მაიცა პირიქით. არა, 47. 47. აი, ბრინჯი რო ვჭამე 1 საათიდან. всё, მეგობრებო, ხელის დღე ვერ გავქაშე რა ბევრი ცოტა. გიოძია უფრო ჯანზეა, ასე რომ ნელა შევაქ ფორმაში. გიო. მადლობა დღევანდელი ვარჯიშისთვის. კიდევ შევხვდებით. შევხვდებით შემდეგ ვარჯიში. მე დავბრუნდები უფრო ძლიერ. всё, ზურგის დღე შენზე. ზურგის დღე შევზეა. всё, წავედით ახლა პერსონალური მელოდები. ჩავუშვოთ ჩვენი Iron Recovery. რომელიც შეძენათ შეგიძლიათ ექსკლუზიურად Underdog-ის მაღაზიაში. ვარჯიშის მერე ეს არის მეტარება. საკმაოდ გემრიელიც არის. დღეს სხვათაშორის ნაკლებად დავიღალე. ნელა ვეჩვევი ამ ტრენერის რეჟიმს და გადაღებას ერთად. რა ეს მეორე ვლოგია მართალია, მაგრამ ნელა ყველაფერი უკეთესად იქნება. კარგი. ჩვენ ახლა მივირთვით მესამე კვებას და დავიძრებით ჯეტით სახში. კი, რაც გინდათ, ეს არის თავისუფალი სივრცე ვლოგი. ზედმეტი დადგმების, ტექსტების გარე. ხანდახან ვიჭედები ხოლმე ხა რა გითხრათ და როგორ ველაპარაკო, მაგრამ მაგასაც მივუჭ. მოკლედ. ამის რეცეპტი, ვისაც გაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში და სარელსე ვიდეოს გავაკეთებ. აი უშუალოდ აი ამ ბრინჯის და ქათმის. ბრინჯიდან სავარაუდოდ მალე გადავალ კარტოფილზე. კარტოფილი კარგად მუშაობს ჩემზე. ჩემპიონატამდე ჩატვირთვაც რომ მქონდა კარტოფილით გავაკეთე და რა ვიცი სცენაზე საკმაოდ დატენილი ვიყავ. მეგობრებო, წინა ვიდეო გადაღებულია 2 კვირის წინ. იმიტომ რომ მომიკვდა ლეპტოპი, ედიტინგის დროს მაგარავას დაემართა, დინამიკის ჩეკი შევარჩი და დინამიკი გადაიწვა და ლეპტოპი საერთოდ ჩაქრა. მოკლედ მივიტანეთ ჩვენს ძმაკაცთან, მაზანასთან, ერთი დღე გავალ იმასთან განახებთ იქ. რაც კი ჩემ ოჯახში ტელეფონი ან გვიყიდია, ან გაგვიკეთებია, ან ლეპტოპი გვიყიდია, ან გაგვიყიდია, ან გაგვიკეთებია ყველაფერი მაზანასთან. აქვს თავის სერვისი ძალიან მაგარი. ამ სფეროში არის ძალიან დიდი ხანია. თუ დაგჭირდეთ ან ყიდვა, ან გაკეთება, ან სერვისი,
ან დამცავის დაკვრა, ყველაფერზე ხელი მიუწვდება ამ ადამიანს. ხოდა მაგანას შუამდგომლობით ლეპტოპი გავაცოცხლე მე როგორც იქნა. დავასრულე ვიდეო და აგერ შევაგდებ. და მაინტერესებს თქვენი აზრი ფორმის თვალსაზრისით. რამე ცვლილებები თუ არის ახლა რას ფლექსავებ, მაგრამ მე რა ვიცი, მომშნევრო შედარებით უკვე რაღაცა პატარა ცვლილებები მაქვს. ცოტა მეტი სიმრგვალე გაბარიტების იზრდება. რა ვიცი, ნახოთ. ზედატანს მაინც ჯერ არ განახებ, აი ცოტა ჩაშრობისკენ რომ გადავალ. ეხლა რო არ მოგეტყოთ, ანუ კუბიკები მეტყობა, მაგრამ მუცლის ზემოთ რა. ნუ ყველაფერი ნელა-ნელა. ერთ-ერთი გავალ რუსთავში დავითასთან, ჩემ ტრენერთან. ნუ ეხლა დღეს გიომხო მაგრად მავარდიშა, მაგრამ რუსთავში არის სრული ჯოჯოხეთი. იქ ვერ ვაკეთებ, არ შემილია, არ არის. კარგია. რაც კარგია, კარგია. ჯერჯერობით შიმშილისგანსა საერთოდ არ მოხ. დეფიციტში ვარ, მაგრამ ყოფნის ყველაფერი. იმიტომ რომ ზოგადად ხუთჯერად კვებას ვარ გადაჩეული. ეს პერიოდი დღეში ერთხელ ჩამდი და თელ კალორიებს და უბედურებას ვიღებდი ერთ კვებაზე. გამოძახებები იქ 3 შაურმა ერთად. მექსიკური, ეგეთი რაღაცეები რა. ხოდა მე დაჟე საუზმეზე ცოტა ვიჭედები კიდევაც. მას საერთოდ არ მატყუხებს. შიერი არ ვარ დეფიციტში. კარდიოს მართალი არ ვაკეთებ, ცოტა ზარმაც, მაგრამ ნელა-ნელა მოდის ფორმაც. დავაკვირდეთ ყოველ კვირა მე ყველა ვარიანტში დავდებ თითო-თითო ვიდეოს ხოლმე. მე პატარა კოლაბორაციებსაც ჩავთავ. გიგისთან გავალთ მამაცაშვილთან, კიდევ რაღაცებთან და ნელა-ნელა ყველაფერი იქნება რა. ძალიან მინდა რომ უბრალოდ სასიამოვნო საყურებელი იყოს და უშუალო და ზედმეტი რაღაც ოფიციალური რაღაცების გარეშე რა და რაღაცა ბანერების garaში და 50,000 ლარი წავაგე და ეგეთი რაღაცეები რა. არ არის ეს ყველაფერი რაღაცა ძალიან დიდ პუბლიკაზე გათვლი და სწორება საერთოდ არ მაქვს ამაზე რა უბრალოდ. ვცდილობ რომ აი რაღაცა ახალი საქმეები თუნდაც აი კამერა, editing-ი, გადაღება, თქვენთან კომუნიკაცია. ვცდილობ რომ ზოგადად ამ პრაგმატულ დროში რაღაცა დამატებითი რაღაცა ხობები გავიჩინო, იმიტომ რომ ცხოვრებას თუ ესე გაყევი დინებას, საბოლოო ჯამში ძალიან მოსაწყენია და ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ესეთი გარემოება, რომ მაქსიმალური მე არ ვიძახი რაღაცა ხორცს და ფიზიკურს. ემოციურად უთეთ გულისხმობ, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ცხოვრებისგან დადებითი მუხტი და სიამოვნება და ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერიც ახლა რასაც ვაკეთებ და ძალიან გამიხარდება თუ თქვენზეც გადმოვა ეს ყველაფერი. მოგაწონთ ასე თავს, გავთიშა ვიდეოს და წავიდეთ ჯეტით. ჯეტ დამასპონსორე. მიიტანეთ ეს ჯეტთან რომ ვამდიდრებ მაგათ. ჯეტ მოვითხოვ დამასპონსორეთ, აი ნახე. გამდიდრებ ყოველდღე. მოგლეთ მეგობრებო, სახში ვარ. დავისვენე, მოწესრიგდი, ვჭამე და მეზარა გადაღება ბუდიში ხდით. ტუნა და კარტოფილი მივირთვი. და ესეთი რაღაც მოვაფიქრდა რა. ყოველი ვიდეოს ბოლოს დავუკრავ ახალ ნაწარმოებებს, ხან ფორტეპიანოზე, ხან გიტარაზე, ხან რაღაცაზე და დავუკრავთ ესეთი ტრადიცია და შემდეგში დამიწერეთ შემდეგ ბლოგში რისი მოსმენა გინდათ და შემთხვევითობის პრინციპით ერთ კომენტას ავარჩევ ხოლმე და შემდეგში იმას დაგიკრავთ ხოლმე ბოლოს ეს
აი, მოდი ახლა სიმბოლურად დავუკვირდეთ. სამი ფკარის თამაშები, რომელზეც დიდად არ ვგიშდები, მაგრამ ძალიან ბევრს ვიცი რომ გიყვართ. დედა ჩემი მოვიდა, კარს გავუღებ, მოკლედ. გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, დედა მოვდივარ. და ძალიან კარგ мотивაციას მომცემთ თუ იქნება კომენტარებში მეტი აქტივობა. დროებით, ადიოს.